მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა გმოყოფილება გამოხატო იმ ფაქტით, რომ გუშინ და დღეს მომიტინგეების მხრიდან ძალადობის ხარისხი იყო მნიშვნელოვნად შემცირებული იმ ძალადობასთან შედარებით, რომელიც მათი მხრიდან 2 და 4 კვირის წინ ვიხილეთ. ვფიქრობ, ამაში თავისი როლი ჩვენმა გუშინდელმა ბრიფინგებმა, გაფრთხილებებმა და მოწოდებებმა შეასრულა. შესაბამისად, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას ძალადობისგან და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან თავი შეიკავონ. მადლობა მინდა გადავუხადო სამართალდამცავებს მომიტინგეების ძალადობისა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ არსებითად ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით რეაგირებისათვის. დღესაც დაფიქსირდა რამდენიმე ინციდენტი, რომელიც მართალია სრულ შესატყვისობაში იყო ძალადობაზე რეაგირების ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებთან, თუმცა არ შეესატყვისებოდა იმ სტანდარტებს, რომლებიც საქართველოში 2012 წლის შემდეგ ქართულმა ოცნებამ დაამკვიდრა. იმედი მაქვს, რომ მომავალში ამგვარი ცალკეული ინციდენტებიც იქნება აცილებული თავიდან. ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკური უმცირესობის დღის წესრიგს მიხვება, მინდა შევახსენო, რომ წაუკითხავი კანონის გაპროტესტება არის უდიდესი უპასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი საზოგადოების წინაშე. ამასთან არანაკლებ დიდი უპასუხისმგებლობაა იმის თქმა, რომ ქართული ხალხის მიერ არჩეულმა საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი კანონის კი არ უნდა მიიღოს, თუ ამას გარედან აგვიკრძალავენ. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ თავს დავუხლით უარგუმენტო და სიცრუეზე დაფუძნებულ საბჭოური ტიპის გარე დირექტივებს, მომავალში ასეთივე წარმატებით მოგთხოვენ, მაგალითად ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის არ მიღებას, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ნარკოტიკების ლეგალიზაციას, ქვეყანაში უკონტროლო იმიგრაციის დაშვებას და მრავალ სხვა მანკიერებას, რომელიც დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან სწრაფი ტემპით იკიდებს ფეხს. გარდა ამისა, არ შეიძლება ქვეყანა მუდმივად ცხოვრობდეს გარედან თავს მოხვეული და უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული ეგრეთ წოდებული პოლარიზაციისა და რადიკალიზმის რეჟიმში. საქართველოს დამშვიდება და საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველყოფა არის ჩვენი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე. გაუმართლებელი კომპრომისების და კომპრომისების შედეგად სუვერენიტეტის დაკარგვის პირობებში საქართველო ძალიან მარტივად გაიზიარებს უკრაინის ბედს, რითაც ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი გასულ დღეებში პირდაპირ ფორმითაც კი დაგვემუქრა. საქართველოს გარედან ვერავინ აუკრძალავს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აპრილში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად ჩვენი მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო 60%-ზე მეტი მხარს უჭერს უშუალოდ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. შესაბამისად, ხვალ საქართველოს პარლამენტი იმოქმედებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავს მოხვეული ეგრეთ წოდებული პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს. დასასრულს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მომიტინგეებს თავი შეიკავონ კანონის დარღვევისგან და ძალადობისგან, აგრეთვე კიდევ ერთხელ ვთხოვ სამართალდამცავებს მომიტინგეების მხრიდან ძალადობის ნებისმიერ გამოვლენებას მაქსიმალური მოთმინებით უპასუხო. მადლობა. ცვლილებები ჩვენი მხრიდან ბუნებრივია ვერ დაიგეგმება გამომდინარე იქიდან, რომ ხვალ მესამე მოსმენით მიიღება უკვე ეს კანონი და მესამე მოსმენის ფარგლებში ვერავით არის არსებითი ცვლილება ვერ იქნება შეტანილი. თუმცა ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მზად ვართ, ღია ვართ დისკუსიებისთვის ვეტოს ფარგლებში. მართალია გუშინ გააკეთა არაკონსტრუქციული განცხადება სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა მე კიდევ ერთხელ მინდა მას მოვუწოდო, რომ იმოქმედოს ისე, როგორც მოქმედებდა აქამდე. თქვენ ყველა მიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ არასოდეს წერდა საკუთარ ვეტოს კანონპროექტებს, მას უწევდნენ ნანჯეოები, ან გარედან უწევდნენ. აქედან გამომდინარე შესაძლებელია, რომ ეს ასე ვთქვათ, ბერგეტი ინსტრუმენტი გამოყენებული იყოს ახლაც და თუ ამის შესაძლებლობას არ მისცემს არც ხელისუფლებას, არც საერთაშორისო პარტნიორებს სალომე ზურაბიშვილი, ეს იქნება ბუნებრივია მისი პასუხისმგებლობა. არის 2 კვირა, 14 მაისიდან 28 მაისამდე. ამ 2 კვირის განმავლობაში შესაძლებელია პოზიციების შეჯერება და შემდეგ ამ პოზიციების ასახვა
ვეტოს კანონპროექტში. თუმცა არ ვიცი თუ სალომე ზურაბიშვილს ექნება დესტრუქციული პოზიცია, რაც გუშინ უკვე დააფიქსირა. ამ შემთხვევაში გართულდება ეს პროცესი, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ საობას და ღიაობას დისკუსიისთვის. რაც შეეხება სანქციების თემას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ბზინევნიშვილის მიმართ დღესაც მოქმედებს de facto სანქციები. მოგესალმებით, გადამკვიდრებული რომ აგრიკულტურის ტელეკომპანია თქვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე გარკვეული ჯგუფის ინტერესებზე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების პარალელურად და ხშირად ახსენებთ გლობალური ომის პარტიას. ხოლმე ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ მიმდინარე პროცესების პარალელურად თქვენ და უთხრათ საზოგადოებას მეტი დეტალი ვის გლობალური ომის პარტიაში, როგორია მათი ინტერესები და რა არის მათი რეალური мотиваცია. რამდენიმე დღის წინ მე თქვი რომ გამიჭირდება ამ სუბიექტების დაკონკრეტება და რა თქმა უნდა დღესაც ვერ შეცვლია ამ პოზიციას გამომდინარე იქიდან რომ ამ სუბიექტების დაკონკრეტებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე. მე დავუკონკრეტე ასევე რომ აქ არ გულისხმობთ ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, პირიქით ევროკავშირი არის სწორედ მთავარი მსხვერპლი, თუმცა აქვე ვიტყვით იმასაც რომ გლობალურ ომის პარტიას აქვს გადამწყვეტი ასე კრიტიკული გავლენა, ასე ვიტყოდი, ოფიციალურ სტრუქტურებზე, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირში, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. განსაკუთრებით ადვილია ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებზე გავლენის მოპოვება, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილებები არსებითად მიიღება სრული კონსენსუსით 27 ქვეყნის მიერ. შესაბამისად, იქ საკმარისია გლობალურმა ომის პარტიამ გავლენა მოახდინოს თუნდაც ერთ ქვეყანაზე და უკვე ის განაპირობებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შედის მის ინტერესებში. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ დაკონკრეტება გამიჭირდება, თუმცა გავლენების მასშტაბი არის ძალიან დიდი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ოფიციალურ სტრუქტურებზე აქვს სერიოზული გავლენა, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით, ანუ საუბარი ამერიკის შეერთებულ შტატებზე და ევროკავშირზე, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. მე მაქვს დიდი იმედი, რომ საომავლოდ ეს ვითარება თვისებრივად შეიცვლება და მაქსიმალურად გათავისუფლდება როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისევე ევროკავშირი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან. ბატონო, რამდენიმე კითხვა მაქვს. პირველ რიგში მე ვკითხოთ ძალადობაზე. თქვენ რამდენიმე დღის წინ თქვით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნებოდა სათანადო რეაქცია ძალიანობდა ძალადობაზე და დღეს დასაწყისიდანვე ამბობთ, რომ შედარებით მშვიდობიანია ბოლო დღეებში საპროტესტო აქციები. თუმცა არ შეცვლილა მეთოდები, რომელსაც სპეცრაზმებები იყენებენ მოქალაქეების წინააღმდეგ. აი რას ხედავთ? თქვენგან განსხვავებული აზრის მქონე ოპოზიციის წარმომადგენლებზე თუ მომიტინგეებზე მოძალადები ამ დრომდე დასჯილები არ არიან და დღეს იმით უკვე სპეცრაზმებები მოქალაქეებს აკავებდნენ. ეს არ იყო მხოლოდ დაკავება, ერთ წრეში აქცევდნენ მოქალაქეებს, უთამდნენ კადრები გავცელდა, არ ვიცი თქვენ გაქვთ თუ არა ნანახი, რომ ძირს წაქცეულ ადამიანს რამდენიმე უთამს, რამდენად შეიძლება რომ ეს სათანადო და პროპორციული იყოს რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და რამდენად სანდოა თქვენი სიტყვები რომ რეაგირება იქნება სათანადო. სანქციებთან დაკავშირებით მაქვს ასევე კითხვა, თუმცა თუ გნებავთ ამაზე მიპასუხეთ. კი ბატონო. რაც შეეხება ინციდენტებს, მე უკვე აღვნიშნე ამ ინციდენტების თაობაზე, ვქვი რომ ეს არის სამწუხარო ინციდენტები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინციდენტებიც კი შეესატყვისება ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებს. ეს ინციდენტებიც კი ასეთია. კი, მე შეგვიძლია ვიდეოები გაჩვენოთ, როგორია ამერიკული და ევროპული სტანდარტი, მაგალითად რა ხდება ხოლმე ნიუ-იორკში, როტერდამში, ან ბერლინში, ან პარიზში. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გამიმეორებ, ჩვენ აი არ ვიცი ახლა აქედან. ერთსამით, მე დავასრულებ. ადამიანს უთამენ ეს ამერიკული სტანდარტია. ამერიკული კი. მე რამდენი ადგილობის სპეცრაზმელი უთამს. კიდევ ერთხელ გამიმეორებ. ამერიკული სტანდარტი არის ამაზე დაბალი. ეს სამწუხაროა, ჩვენ გვინდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტი. მე არ მომწონს ეს სტანდარტი, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ 2012 წლიდან ამ ქვეყანაში დაამკვიდრა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტი. ამიტომ მე არ მომწონს, ძალიან არ მომწონს ეს ინციდენტები და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ მაქსიმალური მოთმინებით შეხვდნენ თუნდაც ნებისმიერ პროვოკაციას. მე ეს არ მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ არის შესატყვისობაში ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებთან. ჩვენ გვინდა ეს სტანდარტი სადაც იქნება სამართალდარღვევა, აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირებაც.
ამას კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვა. სამართალდამცავად შეფასდება ეს კადრები მაგალითად, როცა მოქალაქეს უსწორდება რამდენიმე ამას შესაბამისი სტრუქტურები დაადგენენ. ეს არ არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი, რა არის სამართალდარღვევა და რა არა. სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად მიიღება ყველა გადაწყვეტილება, ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით ერთმაგი სტანდარტი და არა ორმაგი სტანდარტი. სადაც არის სამართალდარღვევა, ყველგან უნდა იყოს რეაგირება. ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, რომლებიც ვერ ხედავენ ძალადობას, ან იწონებენ ძალადობას, ერთ ხარეს ჩვენ არც ერთ ხარეს არ ვიწონებთ ძალადობას და რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით არის აუცილებელი ძალადობაზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება. კი ბატონო, თუმცა რამდენიმე დღის წინ თქვენ ასევე მედიასთან შეხვედრის დროს გითხრეს, რომ თქვენ არ ხართ მონიტორი, რომელმაც შეიძლება მოიწონოთ ან არ მოიწონოთ ძალადობა. თქვენ არ უნდა ახსოვოთ შესაბამისი რეაგირება გქონდეთ. და დღეს უკვე ერთი დღეა გასული, დღეს დილით გადაღებულია ეს კადრები. დაიშჩებიან თუ არა პოლიციელები, ვინც ძალადობენ. ის მაინც კარგია გაუქმებად შესაძლოა. გეტყვით, თქვენ გახსოვთ შარშან რა მასშტაბის იყო ძალადობა, რომელსაც მათ შორის თქვენ ახალისებთ, ხო, თქვენი ტელევიზიები, თქვენი პარტიები და უდიდესი მასშტაბის ძალადობის მიუხედავად, მხოლოდ ერთი ადამიანი იყო დაჭერილი, ხო? ამხელა მასშტაბის ძალადობის მიუხედავად. რომ ჩვენ გვაქვს მათ შორის გამოძიების ძალიან მაღალი სტანდარტი. ამიტომ ყველა მკეთილი უნდა ინებოს და უნდა დაიცადოს, ვიდრე სამართლებრივი პროცედურები დადგინდება სიმართლე ყველა საქმესთან დაკავშირებით. სათანადო ვადებში გაგებდება ყველაფერი. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, სადაც არის ძალადობა, ყველგან გქონდეთ შესაბამისი რეაქცია, იმოქმედებთ ორმაგი სტანდარტით და დაელოდეთ სამართლის აღსრულებას ყველა მიმართულებით. ბატონო, უბრალოდ რამდენიმე დღეა გასული, მათ შორის იმ მოქალაქეების ძალადობაზე, რომლის ფაქტებსაც ვხედავდით ვიან ღამით რამდენიმე დღის განმავლობაში და ჩვენ არ მინახავთ შესაძლოა რეაგირება. გამოძიება არის, არა ერთ საათი. გამოძიება არის დაწყებული. არა, გამოძიება არის დაწყებული. წყების მაინც ანუ ვიღაცების გამოკითხვაზე დაბარების, ანუ ამ რეაგირებას რომ ვხედავთ, რა თქმა უნდა, ახლა ნდობასთან დაკავშირებით პირველ რიგში გამოძიება არის დაწყებული მთელ რიგ საქმეებს, ეს ერთი. მეორე, დაკავებას რაც შეეხება დაკავებას შეიძლება თავისი საფუძვლები. და როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში დაკავების საფუძველი არ არსებობდა. რაც შეეხება გამოძიების გაგრძელებას, გამოძიებას აქვს თავისი პროცედურები, ვადები და დაელოდეთ. ყველაფერი ხდება სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად. ერთადერთი, რასაც მოგიწოდებდით, არის ის, რომ ორივე მიმართულებით გქონდეთ თანაბარი რეაგირება ძალადობაზე. ერთი მხრივ გმირად ყავთ გამოცხადებული ადამიანი, რომელიც ცოცხლად წვავდა პოლიციელს და მეორე მხრივ თმის მუქაჩოზე გაქვთ ამხელა რეაქცია და შეიძლება იყო უფრო მძიმე ინციდენტებიც, მაგრამ ერთ ხარეს როცა არის პოლიციის ცოცხლად დაწვის მცდელობა და მას იწონებთ და მეორე მხარეს 10-ჯერ მცირე ხარისხის ინციდენტებზე გაქვთ ასეთი რეაგირება, ეს ნიშნავს იმას, რომ ხართ უკიდურესად მიგრძელებული. თქვენ არ იყავთ მიგრძელებული, ბატონო ირაკლი, სულ სხვა კითხვის დასმამდე, მაგრამ თქვენი პასუხისმგებლობით გამომდინარე მიჩნდება კითხვა. ჩვენზე თქვენი შეფასება გასაგებია, მაგრამ თქვენ არ უნდა იყოთ მიგრძელებული. მე არ ვარ მიგრძელებული. გაქვთ ნანახი კადრების სპეცსაზღვრელი, როგორ უწყავს მოქალაქეს მანქანაში? ყველა კადრი მაქვს ნანახი. ყველა არა, დაკავების საფუძველი სხვა რამეა. გამოძიება დაწყებულია მაგ კონკრეტულ შემთხვევაზე. დაკავების საფუძველი იყო თუ არა, ამაზე თქვენ ვერ გექნებათ პასუხი და ამაზე ექნება პასუხი სამართალდამცავ სტრუქტურებს. ამიტომ დაელოდეთ და ყველაფერთან დაკავშირებით მიიღებთ პასუხს. გამომდინარე აქედან გთხოვთ, რომ ეს სულ სხვა კითხვა დასვათ. ბოლო კითხვას დაგისვამთ ობრაიენის ვიზიტთან დაკავშირებით. იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შემოდის ბიძინა ივანიშვილის სანქციების პაკეტით. თუმცა თქვენ ამბობთ, რომ მაინც კანონპროექტი იქნება მიღებული. მე კიდევ ერთხელ გამიმერებ სანქციების გებასუხებთ. პირველ რიგში თავად ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს ეს საკითხი, გამომდინარე იქიდან, რომ მიიჩნევს ამ საკითხს არასერიოზულად, ეს შემიძლია გითხრათ. რაც შეეხება კონკრეტულად ობრაიენის ვიზიტს, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა, ამას ჰქონდა თავისი ახსნა და განმარტება. გარდა ამისა, მინდა გითხრათ ასევე, რომ იყო გასული თვეების განმავლობაში შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ დიპლომატებს
და პოლიტიკოსებსაც უთხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრასთან დაკავშირებით. ამაზე მე მაქვს ინფორმაცია გამომდინარე იქიდან, რომ მე მიწევდა ხოლმე გარკვეული საკითხების შეთანხმება, მე მეთხოვდნენ ხოლმე ამ საკითხების შეთანხმებას. ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე. ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა იმას, რომ ის ისედაც არის de facto სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყენული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც მან დასავლეთს რეალურად მიანდო და სამწუხაროდ ეს თანხები დავასრულებ. არა, ეს თანხა საბოლოო ჯამში დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს. ეს არის მისი ძალიან მკაფიო პოზიცია. როგორც კი დასრულდება ეს შანტაჟი და de facto სანქციები, მაშინვე რა თქმა უნდა ნებისმიერი შეხვედრა შეიძლება შედგეს, მაგრამ დღეს ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ასეთი შანტაჟი მუქარები, როგორც არ ჭრიდა ეს შანტაჟი და მუქარა 2022 წლის მარტიდან, როცა მას გაუყინეს თანხები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ასევე ვერ გაჭრის მასზე ასეთი შანტაჟი და მუქარა, ვერც ახლა, ვერავინ ვერ გადაადგმევინებს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვერავითარი შანტაჟის და მუქარის პირობებში. ეს არის ბატონო? არა, სანქცია თვითონ ხო თავისთავად შანტაჟს ნიშნავს. ანუ თავისთავად სანქცია შეიცავს შანტაჟს და მუქარას თავის თავში. ეს არ არის, მე ვიტყოდი, სერიოზული თემა ამ ყველა გარემოების გათვალისწინებით. ირანეთის კომისიის რეკომენდაციების ასახვას და მეკითხოთ რომ შეშულებაა პროცესებთან დაკავშირებით გარდა იმისა, რომ ფედერალურ განმავლობაში ჩვენ მოსმენამდე ცალკეულ პოზიციურ ინტერესებს მხრიდან რომ იგრძნობოდა ერთგვარი ვარდების რევოლუციის სულს კვეთება ხშირად იყო ნიშნებები თბილისურ მაიდანზე და ასე შემდეგ. დღეს თითქმის გააცხადაში გასახათა სამინისტრომ ასევე ინფორმაციების თავგაზრდილი და კალკულების შორის არის ერთი რუსეთის ერთი და ამერიკის შეერთებული შტატების ორი მოქალაქე ამავდროულად სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები არიან გერმანიის ინსტრუქტორები. თუ შეგიძლიათ ამ თემაზე უფრო მეტი გითხრათ და ზოგადად მინდა გითხრათ, როგორ გესახება სიტუაციიდან გამოსავალი, იმიტომ რომ ხედავთ, რომ პროტესტი კლავირებულად არის უწყვეტი, ხედავთ, რომ სტუდენტების ნაწილი მაგალითად უარსაბობს აუდიტორიებში შესვლაზე, ზოგადად განვიხვა ამ სიტუაციის როგორ გესახება სამოვალოდ. პირველ რიგში დაკავებული ამერიკელების თემაზე მე შეგნებულად ავარიდებ თავს პასუხის გაცემას. ეს ერთი. რაც შეეხება კანონპროექტის განხილვას, ჩვენ გვაქვს 14 დღე, 2 კვირა. თუ ამ 2 კვირის განმავლობაში, ეს არის მკაცრად კონსტიტუციით განსაზღვრული პროცედურა, ხო? თუ ამ 2 კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის ოდირის ნებისმიერი სუბიექტის მხრიდან სამართლებრივი არგუმენტები კანონპროექტთან დაკავშირებით, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია დისკუსიისთვის. თავარია რომ მოვისმინოთ ახლა მაინც სამართლებრივი არგუმენტები. დღემდე ვერც ერთი სამართლებრივი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ. თუ ახლა მაინც მივიღებთ რაიმე სამართლებრივი არგუმენტს, ნებისმიერ ასეთ არგუმენტს გვერდებით გამოვეკიდებით, ოხონდ რამე მოვისმინოთ, ოხონდ რამე სამართლებრივი არგუმენტი მოგვაწოდონ და აუცილებლად გავისიარებთ. თუ იქნება დასაბუთებული სამართლებრივი შენიშვნა. დავალოდოთ 14 მაისიდან 28 მაისამდე არის დრო ამისათვის. რაც შეეხება თბილისის სამოქალაქო ომი, მაიდანი და შემდეგ და ამის გახსენება, ხო? რა თქმა უნდა, საქართველოში ეს სცენარი ვერ შედგება, ამის არავითარი რესურსი არ აქვს იმ პოლიტიკურ უმცირესობას, რომელიც არის ყველაფერთან ერთად აბსოლუტურად დისკრედიტირებული. ანუ ნული კოორდინაცია, სრული დისკრედიტაცია, ეს არის საერთო სურათი რადიკალურ ოპოზიციაში, ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ვერავითარი მაიდანი და უკრაინიზაცია ამ ქვეყნის ვერ შედგება, ეს არ არის იანუკოვიჩის უკრაინა, მე მინდა შეგახსენოთ, ეს არის წელში გამართული სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია რეაგირება, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ძალადობაზე, ნებისმიერ ძალადობის მცდელობაზე. შესაბამისად, საქართველოში უკრაინული სცენარი არ შედგება. მე აქვე მინდა შეგახსენოთ, როცა მაიდანს გვახსენებენ, რა იყო მაიდნის გაგრძელება, ხო? ეს იყო საბოლოო ჯამში ერთი და მეორე ომი. პირველი ომის შედეგად უკრაინამ დაკარგა თავის ტერიტორიების
8%, ამას მოყვა მეორე ომი და ზევიდან კიდე 12%-ის დაკარგვა. ეს არის უმძიმესი შედეგები, რომელიც მიიღო უკრაინამ ამ ომიდან. ამ პროცესებიდან, მაიდნიდან პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დაუშვებთ ჩვენს ქვეყანაში, მით უმეტეს, როდესაც ეს ძალადობრივი პოლიტიკური გაერთიანება, პოლიტიკური უმცირესობა ცდილობს, რომ ასეთი სცენარი განახორციელოს. სიტუაციის განმოხილვა როგორ გესახებათ? კანონს მივიღებთ და ყველა დაინახავს, რომ სიტუაცია, რა თქმა უნდა, თავისით განიმოხდება. ხო, ეს არის მაქსიმალური მცდელობა, რაღაც ერთგვარ ვაბანკზე მიდიან პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლები. კანონი იქნება მიღებული და ამის შემდეგ უკვე გადავალთ ყველა ზაფხულის და მერე საარჩევნო რეჟიმზე. ხო, მარტივად წავა, რა თქმა უნდა, ეს პროცესები. აქვე მინდა შეგახსენოთ, არჩევნები ტარდება საქართველოში ოქტომბრის ბოლოს. თუ დარწმუნებული არ არიან, რომ აგებენ ამ არჩევნებს, მაშინ რა ნერვიულებთ? მოიგონ არჩევნები, ერთ თვეში შეუძლიათ, ერთ კვირაში შეუძლიათ შეცვალონ კანონი. აქედან ჩანს, რომ რეალურად არჩევნების არავითარი იმედი არ აქვს ამ რადიკალურ ოპოზიციას. იმ პირობებში, როცა ჩვენ არჩევნებს მოვიგებთ. კიდევ ერთხელ ხო დადასტურდება ასევე ის, რაც თქვი კიდევ ერთხელ. ამ ქვეყანაში 60%-ზე მეტი უჭერს ხარს უშუალოდ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ზოგადად NGO-ების გამჭვირვალობას ხარს უჭერს საქართველოში 80%-ზე მეტი. ამას აჩვენებს სოციოლოგიური კვლევა. უშუალოდ კანონს იმ პირობებშიც კი, როცა უცხოელები გვეუბნებიან, რომ არ უნდა მიიღოთ ამ შემდეგ, მოსახლეობის 61% უჭერს მხარს კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ვერავითარი რადიკალური ოპოზიცია, პოლიტიკური უმცირესობა ვერ აიძულებს საქართველოს პარლამენტს, რომ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, სცენარი არის ძალიან მარტივი. ეს ქვეყანა აუცილებლად დამშვიდდება და უფრო მეტიც. ჩვენ ყოველთვის ვახერხებდით ხოლმე პერიოდულად ამ ქვეყნის დამშვიდებას, მაგრამ ერთხელ კიდევ მინდა შეგახსენოთ 2016 წლიდან მოყოლებული ქონდა ერთადერთი მშვიდი წელი. 2017 წელი. დანარჩენი ყოველ წელს ჩვენ ქონდა ეგრეთ წოდებული პოლარიზაციის, რადიკალიზმის გაღვივების, რევოლუციის მოწყობის გამუდმებული მცდელობები. ამ კანონის მთავარი მიზანი არის ის, რომ ეს ყველაფერი ჩააბაროთ წარსულს. პირველ რიგში ეს კანონი ემსახურება სწორედ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ნომერ 1 დავალების შესრულებას, ეს არის დეპოლარიზაცია. და აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს გამომჭირველი ფული ემსახურება სწორედ პოლარიზაციის ხელოვნურად გაღვივებას ამ ქვეყანაში. თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა ეს დეპოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ამ კანონის მიღებას, რა თქმა უნდა, არავითარი ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო ამ ქვეყანაში, როდესაც აღარავინ ფიქრობს ასეთი ტიპის სცენარებზე, რევოლუციებზე, მაიდანზე და ასე შემდეგ და ამის საფუძველზე შემდეგ მეორე ფრონტის გამოწვევაზე. არავის არ მიცემთ, რა თქმა უნდა, ამის საშუალებას. საქართველო არის ღირსეული, სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც ბოლომდე დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს. კი ბატონო. გერმანიის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ვიზიტი იმართება საქართველოში და დღეს მან პირდაპირ ასწრაფა, რომ კანონის მიღება შეაფერხებს საქართველოს მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას. რა საფრთხეები, ან პირდაპირ მიანიშნებენ ისეთი საფრთხეებზე, ან ჯერერთი ის, რომ მას გავდით რომ შალოპაყოშო მადროედან ასე რომ არ შეხვდებოდა, თუმცა ბოლო წუთამდე ვიდრე ჩვენ მათ შეხვედრებზე ვიყავით, არ იყო გამართული კომუნიკაცია, შეხვდებოდა თუ არა ვინმე ქართული ოცნებისგან სხვა წარმომადგენელი, დადასტურებული ინფორმაცია ამის შესახებ არ არსებობდა. ასევე ნახეთ ხალხის განცხადება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები ეროვნულ ქვეყნებს აკრებენ შემოსვლას და არ უნდა შემოუშვათ ისინი ქვეყნის სუვერენიტეტში ერევიან არასწორად. მოკლედ, ის რომ ღია ტექსტით გვეუბნებიან, რომ შეაფერხებს ქვეყანას ამ კანონის მიღება მოლაპარაკებებზე გადასვლის ეტაპზე, ერთი, რატომ არ არის საკმარისი გაუშვათ ეს განცხადებები და მეორე ის, რომ ხომ არ ჩდება ამ შეხვედრის როთის დელეგაციასთან სხვა შეხვედრის მონაწილეებს გაუჩნდათ აღქმა, რომ მათ აქვს განცდა, რომ საქართველოს ამ დამოუკიდებლებით პარტნიორებთან ერთგვარად იცვლის დასავლურ კურსს. რაც შეეხება შეხვედრას ამ კონკრეტულ დეპუტატებთან, ამ დელეგაციაში არის წარმოდგენილი 2 დეპუტატი, რომელთან შეხვედრაც არის ზოგადად, არ ვიცი, მე მგონია ასრს მოკლებული, გამომდინარე მათი წარსული საქმიანობიდან. ესეთ გამოცდილება გვაქვს ჩვენ ამ 2 ადამიანთან მიმართებით, რაც შეეხება პარტნიორებს, საქართველოში გვექნება ვიზიტები ამ დღეების განმავლობაში.
ხვალ მე პირადად მაქვს შეხვედრა ის როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს სხვა მაღალ თანამდებობის პირებს ყველას გვაქვს შეხვედრები ბატონ ობრაიენთან რომელიც ამერიკის სახელმწიფოს წარმოადგენს ამ ვიზიტის ფარგლებში ასევე ჩვენ გვექნება შეხვედრები 4 საგარეო საქმეთა მინისტრთან რომელიც გაიმართება უკვე ზეგ აქედან ჩანს რა თქმა უნდა ჩვენი დამოკიდებულება პარტნიორების მიმართ ჩვენი სურვილია გქონდეს მუდმივი დიალოგი ბუნებრივია ჩვენს ამერიკელ და ევროპულ პარტნიორებთან თავარია რომ ჩვენ დავენახოთ სათანადო სამართლიანი ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენი დამოკიდებულება არის ყოველთვის ასეთი ჩვენი პარტნიორების მიმართ. ხო, ყოველთვის ეფუძნება ღირსება, სამართლიანობას, სწორმიდგომებს, თავარია რომ ასეთივე დამოკიდებულება დავენახოთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან. რაც შეეხება მოლაპარაკებების არ გახსნით შანტაჟს, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. თან მე მინდა შეგახსენოთ, რომ ზოგადად ევროკავშირში ინტეგრაცია გაწევრიანება ბევრი საფეხურისგან შედგება. მაგალითად, მოლდოვას და უკრაინას მართალია ზოგადად გაუხსნეს მოლაპარაკებები, უბრალოდ მიიღეს გადაწყვეტილება მოლაპარაკების გახსნის თაობაზე, მაგრამ დღემდე ფაქტობრივად მოლდოვასთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები გახსნილი არ არის. ანუ მოლაპარაკებების გახსნის დოკუმენტაცია ჯერ არ გადაცემია მოლდოვას და უკრაინას. ანუ მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული, მაგრამ რეალურად არ არის გახსნილი მოლაპარაკებები. არის უამრავი საფეხური, რომლისგანაც შედგება ევროინტეგრაციის პროცესი. ყოველ ჯერზე ვიღას თუ ესდება, რომ თითოეული საფეხური გამოიყენოს ხალხის მიმართ ჩანდაჟისთვის და ხელისუფლების მიმართ ჩანდაჟისთვის, ეს არ არის ღირსეული საქციელი, ეს არ არის ევროპული საქციელი, ეს პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ჩვენ ეს გამოვიარეთ უკვე 2022 წლის ივნისში, როდესაც ქვეყანას აბსოლუტურად დაუსაბუთებლად ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უარი ეთქვა კანდიდატის სტატუსზე. ხო არავითარი დასაბუთება დღემდე არ მოგვისმენია ამასთან დაკავშირებით. რეალურად მოხდა რა, რომ გლობალურმა ომის პარტიამ გავლენა იქონია მაშინ შესაბამის გადაწყვეტილებაზე და ეს სცადეს გამოეყენებინათ საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად. ხო, მაშინ ეს NGO-ები ავიდნენ პოლიტიკურ სცენაზე და პირდაპირ მოითხოვეს მთავრობის გადადგომა სწორედ ამ უსამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. ეს გამოვლილი გვაქვს. ნუ საბოლოო ჯამში არ მოგვენიჭა სტატუსი 2022 წელს, მაგრამ მოგვენიჭა 2023 წელს. აქ ეს შანტაჟი მოლაპარაკებების გახსნა არ გახსნით არის აბსოლუტურად უადგილო და უაღრესად არაევროპული და უღირსი საქციელი, ეს პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ნუ აღარ დავაკონკრეტებ. შანტაჟია, რა თქმა უნდა, ყოველჯერ ჯერ კანდიდატის სტატუსს არ მოგცემ. რატო ეთამაშებიან ასე ქართულ ხალხს? არასწორია. ქართული ხალხი იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას, როდესაც კიდევ ერთხელ გაიმეორებ 2022 წლის ივნისში არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ეს იყო სწორედ ასეთი უღირსი თამაში. ხო არ მოგისმენიათ არავითარი დასაბუთება, რატომ არ მოგვენიჭა 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი, ხო? ეს არასწორია, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება ქართული ხალხის მიმართ, ქართული ხელისუფლების მიმართ, ამ ხალხის მიერ არჩეული დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მიმართ. 2022 წლის ივნისში არ ყოფილა მაგალითად საუბარი. არა, ნახეთ დავაკონკრეტოთ. 2022 წლის ივნისში არავითარი რეკომენდაციების შესრულებაზე არ იყო საუბარი, უბრალოდ უხეშად გითხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ყოველგვარი მოთხოვნების, წინასწარი მოთხოვნების აღენების გარეშე. ეს არის უხეში და უღირსი დამოკიდებულება ქართული ხალხის მიმართ. ეს ხო აბსურდია, ნახეთ, გაიმარჯვონ და გააუქმან. რა განსხვავებაა? გაიმარჯვონ და გააუქმან. ნოემბერში შეუძლიათ უკვე კანონის გაუქმება. თვითონაც იციან, რომ ხალხის ხარდაჭერა არის ქართული ოცნების მხარეს, ხალხის ხარდაჭერა არის მათ შორის შესაბამისად ამ კანონის მხარეს, ამიტომ არ აქვთ არავითარი იმედი, რომ შეუძლიათ ამ არჩევნებში გამარჯვება. და ამიტომ ითხოვენ ამ კანონის ამოქმედების გადავეტებას. სინამდვილეში ერთადერთი ამოცანა უნდა გქონდეთ მათ, წარმოადგინონ სამართლებრივი არგუმენტები კანონთან დაკავშირებით. ნული არგუმენტი. ვერც ექნებათ ვერავითარი ობიექტური არგუმენტი ამ კანონთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ეს კანონი ითვალისწინებს ერთ-ერთ რამეს, თქვენს ხო იცით ეს. ერთადერთი რამე წერია ამ კანონში. წელიწადში ერთხელ NGO-მ უნდა შეიტანოს თავისი დეკლარაცია. მეტი არაფერი არ წერია. დანარჩენი არის ტექნიკური ნორმები. 6 გვერდია სულ. აქედან ეს არის თავარი რეგულაცია, დანარჩენი არის ამ ყველაფრის ტექნიკური, ასე ვთქვათ, შევსება, ხო? როდესაც მეც არაფერს არ ითვალისწინებს ეს კანონი. როგორ შეიძლება გქონდეს რაიმე არგუმენტი გამჭვირვალობის წინააღმდეგ? იმის წინააღმდეგ, რომ თავისი ფული საიდან მოაქვს და საიდან სად იხარჯება, ეს დაადეკლარირონ
NGO-მა. ხო, ამაზე ხო ვერ იქნება ვერც ერთი სამართლებრივი არგუმენტი. ამიტომ მე ზოგადად შემიძლია გითხრათ ერთი რამ. ჩვენ დავალოდებით ვეტოს პროცედურას 14-დან 28 მაისის ჩათვლით შეუძლიათ მოგაწოდო ნებისმიერი სამართლებრივი კომენტარი შენიშვნა და მსადვარ დისკუსიისთვის. დანარჩენ შევხვდეთ. ორი კითხვა მაქვს ჯერ პირველ კითხვაზე მეორე ამდენჯერ ახსენეთ დღეს აპრილში ჩატარებული კონფერენცია იმ გამოკითხა რამდენიმე გამოკითხა იგივე სიმხედრით თბილისში მხოლოდ სტუმრება რამდენი არის ან როგორც ეს კურეულა გადაწყობილ თანხმობა ან შეგვიძლია თქვენ როგორ მოკლე ინფორმაცია რაც შემიძლია მოგცეთ აპრილის ბოლოს ჩატარდა გამოიგითხა 2000 რესპონდენტი და ჩატარდა ყველა შესაბამისი მეთოდოლოგიური მოთხოვნის შესაბამისად მაღალი კვალიფიკაციის მქონე ორგანიზაციის მიერ და ეს არის საერთო სურათი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ჩვენ არ ვაზუსტებთ ხოლმე ეს არ არის მთავრობის დაკვეთით ჩატარებული კვლევა, ეს არის ქართული ოცნების დაკვეთით ჩატარებული კვლევა, თუმცა ეს არის რა თქმა უნდა დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაცია, რომელსაც ეს კვლევა ჩაატარა. ეს არის მაღალი კვალიფიკაციის მქონე ორგანიზაცია, რომელიც ყოველთვის ზუსტად პროგნოზირებს ხოლმე მაგალითად ჩვენ საარჩევნო შედეგებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ არავითარი საფუძველი არ აქვს, რომ რაიმე ეჭვი შევიტანოთ ამ კვლევის ისტორიაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას და როცა ჩაიგითხებიან რესპონდენტს უჭერენ თუ არა ისინი მხარს ამ კანონპროექტს იმ შემთხვევაში თუ მაგალითად ამერიკა და ევროკავშირი ითხოვენ ამ კანონის არ მიღებას ამ შემთხვევაში დაახლოებით 20%-ით მცირდება მხარდაჭერა და ზუსტად 71% ფიქსირდება მხარდაჭერა. დაახლოებით 2 კვირიანი ველი იყო. ხო, ნუ ეს დეტალები მეორე ხარისხოვანია, მე გეუბნებით რომ ჩატარდა მაღალი კვალიფიკაციის მქონე გუნდისგან შემდგარმა ორგანიზაციამ ყველა მეთოდოლოგიური წესის დაცვით, ანუ ყველა შესაბამისი კვლევითი მეთოდის დაცვით არის ჩატარებული. მეორე ევროინფო ინტერვიუში განაცხადა ქართულმა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც რეკომენდაციებს შეასრულებენ სტრატეგიას სხვა კანდიდატი ქვეყნები შეძლებენ, რომ ევროკავშირში გაწევიან 2030 წლამდე. ქართულმა თქვა, რომ 2030 წელს იქნება საქართველოს ევროკავშირის წევრი. თუმცა ამ მოსამართლებით რას ვაკეთებ 2030 წლამდე, რას იმ შემთხვევაში გავიმარჯვებთ საპარლამენტო არჩევნებში, რას გავაკეთებს პარლამენტი, რას გავაკეთებენ სამინისტროები, რატომ არ უნდა დაჩქარდეს საქართველოს ევროკავშირის გაწევრება და ასევე 9 რეკომენდაცია, რაც გვაქვს ახლა მოსემული. ნუ 9 რეკომენდაციას რაც შეეხება, იქ არსებითი არის 2 პაკეტი, საგანგებო პაკეტის მიღება და ამ კვირაშივე შედგება მეორე მოსმენა, იქიდან 2 კვირაში მესამე მოსმენა, შესაბამისად ეს პაკეტი იქნება მიღებული, დანარჩენ საკითხებსაც გრძელდება მუშაობა, რეალურად აქ იქნებით ბოლომდე პირნათელი ევროკავშირის წინაშე. ეს არის თავისი მოცულობით ბევრად უფრო მცირე მნიშვნელობის საკითხები, ვიდრე იყო იგივე 12 პუნქტი. მოცულობა რო შევადაროთ, არის 10-ჯერ ნაკლები თავისი მოცულობით იმ 12 პუნქტზე, რომელიც მანამდე იყო წარმოდგენილი. ეს ნიშნავს თავის მხრივ იმას, რომ ის 12 პუნქტიც პირნათლად შესრულდა, ახლა ასევე პირნათლად შესრულდება 9 პუნქტის დანარჩენი, ეს არის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, აქაც აბსოლუტურად თანმიმდევრულად მივყვებით ამ პროცესს. შესაბამისად 2030 წლისთვის ჩვენ ბოლომდე გვექნება შესრულებული ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა პუნქტი და ყველა მიმართულებით გვექნება სანიმუშო პროგრესი და დღესაც თქვენ იცით რომ საქართველოს არის აბსოლუტური ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით. იქნება ეს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები თუ ეკონომიკური განვითარების ტემპი. ხო, ლიდერი ვართ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, თითოეული პარამეტრის მიხედვით. ნუ დღეს კანდიდატი ქვეყანაა მაგალითად მოლდოვა და ყველამ ვიცით რა ვითარება მოლდოვაში, დამოუკიდებელი მედია აღარ დარჩა, პარლამენტში პრაქტიკულად ოპოზიცია აღარ დარჩა, პარტიები არის აკრძალული, არის ადამიანის უფლებების კუთხით მძიმე ვითარება, კორუფციის კუთხით არის უმძიმესი ვითარება მოლდოვაში. ნუ ეს არის მოლდოვის მდგომარეობა, რომელიც ფორმალურად წარმოიდგინეთ საოცრება წინ გვისრებს ევროინტეგრაციის გზაზე. ამხელა პრობლემების მქონე ქვეყანა. ამასთან შედარებით მოლდოვას კონკრეტული მიზეზების გამო უფრო მეტად თანაუგზნობს გლობალური ომის პარტია და სამწუხაროდ არ თანაუგზნობს სხვა ახსნა ხო არ აქვს, როგორც შეიძლება DST-ს
წევრი მოლდოვა იყოს წინ, საქართველოს როცა აქვს IQ-ს თემა არ გამახსენებინოთ ქალბატონი. დიახ. საგარეო საქმეთა მინისტრი გაეცნობოდით ამ წერილს მიმართავ ჟოზეფ ბორელს ისინი წუხან თბილისში მიმდინარე პროცესების გამო და აცხადებენ რომ საფრთხეშია დღეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი სხვა ჩვენ დასავლურ პარტნიორებსაც იდენტური ძალები აქვს ხო როგორ შეაფასებთ თქვენ ამ წერილს კონკრეტულად და ასევე სანქციებს რომ დავუბრუნდეთ თქვენ პირადად ელოდებით თუ არა რომ დასავლეთი კონკრეტულად თქვენ დაგასანქციებს ან სანქციებს დაუწესებენ იმ დეპუტატებს რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში მხარს უჭერენ ამ კანონს და ასევე მაინტერესებს ჯიმ ობრაიანის ვისთან დაკავშირებით დავაზუსტებ ინფორმაციას ვრცელდება მთელი დღე ეს ინფორმაცია სამთავრობო არხები აუცილებენ რომ მას ჩამოაქვს საქართველოში ბიძინა ივანიშვილის სანქციების პაკეტი და სწორედ ამ თემაზე უნდა საუბრობთ მთავრობის წარმომადგენლებთან. Ну, в принципе, ამ კითხვას არსებითად უკვე უპასუხე, სანქციები არის აბსოლუტურად არასერიოზული, მithumetes სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელსაც ისედაც აქვს ეს de facto სანქციები დაწესებული, კიდევ ერთხელ გავიმერებ, მან 2 მილიარდი დოლარი მიანდო დასავლეთს, თუმცა ეს თანხა აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. ანუ მას de facto ისედაც მოქმედებს ეს სანქციები ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. რაც შეეხება დანარჩენ პოლიტიკოსებს, მე პირადად დეპუტატებს და ეს შემდეგ ხო ხშირად გვესმის ასეთი განცხადებები, ჩვენთვისაც ზუსტად ისეთივე არასერიოზულია, უფრო არასერიოზულია კიდევ ვიდრე ბიძინა ივანიშვილისთვის. წარმოიდგინეთ, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დასაკარგი 2 მილიარდი დოლარი. ნუ სასწორზე დადო მან 2 მილიარდი დოლარი. ჩვენ არაფერი არ გვაქვს დასაკარგი ამის მსგავსი, ხო? აქედან გამომდინარე, თუ ბიძინა ივანიშვილი გვაძლევს ასეთ მაგალითს, თუ მისთვის არის არასერიოზული საუბარი de facto თუ ფორმალურ სანქციებზე, თქვენ წარმოიდგინეთ, მით უმეტეს როგორი არასერიოზულია ჩვენთვის საუბარი ამ სანქციებზე. არასერიოზული, ახლა ვიღაცას თუ უნდა ამაზე საუბარი, ნუ მათი მხრიდან ეს იქნება არასერიოზული, ეს პირდაპირ შემიძლია გითხრათ და კიდევ ერთხელ გავიმერებ ერთ რამეს. ჩვენ რეალურად სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით ამას. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის და ამ ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის, გრძელვადიანი სიმშვიდის უზრუნველყოფისთვის, იმისათვის რომ ქვეყანას უკრაინის სცენარი ავარიდოთ თავიდან. ამ ქვეყანაში 3000 წელია ადამიანები თავს წირავენ დამოუკიდებლობისთვის, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და ამ ქვეყნის ინტერესებისთვის. ასეთ პირობებში ვიღაცამ რაღაც ვიზებით დაგაშანტაჟოს ან რაღაც გაყენვით დაგაშანტაჟოს, ისინი უბრალოდ არ იცნობენ ქართველი კაცის ბუნებას. ეს შემიძლია გითხრათ. ვინცაც აზრად მოდის სანქციების შანტაჟი, ასეთი ადამიანი უბრალოდ არ იცნობს ქართველი კაცის ბუნებას. და მინისტრების მიმართ იგივე. იხილეთ. ზემოთ. ბატონები, ორი კითხვა თქვენთან. პირველი ოპოზიციის მხრიდან არის გამოწვეული, რომ აქციაზე თავარი მოთხოვნა კანონის უკანასკნელობა, არამედ ხელისუფლების ცვლილება უნდა იყოს და პარალელურად მიხეილ სააკაშვილმა გააჩინა პოსტის საგაზის თანამდებობის განაწილებაზე სწავლობს და ასევე შემდგომაზე როგორია თქვენი შეფასება ოპოზიციის ამ განცხადებებზე. მე მგონია, რომ ეს არის ერთგვარი ისტერიული განცხადებები, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ოქტომბერში რამდენიმე თვეში თარდება საპარლამენტო არჩევნები. თუ ხელისუფლების შეცვლა გინდა, კეთილი ინებე და მიიღე ამომრჩევლის ხარდაჭერა. მაგრამ იმ პირობებში, როდესაც არავითარი იმედი არ აქვთ, რა თქმა უნდა, ასეთ ისტერიულ განცხადებებს აკეთებენ. ყველა დაინახავს, რომ შემდეგ არჩევნებში ქართული ოცნებას ექნება უპრეცედენტო მხარდაჭერა. ჩვენ ხო წინა არჩევნები ძალიან სტაბილურად და მყარად მოვიგეთ. ამაზე ბევრად მაღალ შედეგს დავდებთ ოქტომბრის არჩევნებში. ამას იხილავს ქართული საზოგადოება 26 ოქტომბრის ღამეს. რაც შეეხება მეორე კითხვას, სეიმის წევრი ჟიგიმანტ პავილიონის გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე მივიდა, როგორ შეაფასებს ამ ეს არის რა თქმა უნდა იმის მაჩვენებელი, თუ როგორია ამ ადამიანების დამოკიდებულება ამ სახელმწიფოს მიმართ და მისი სუვერენიტეტის მიმართ. ამდენი ხანი ჩვენ რასაც ვამტკიცებთ, იმის დასტური წარმოადგინა ამ შემთხვევაში ბატონმა პავილიონისმა. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ გულზე არ ეხატებათ საქართველოს სუვერენიტეტი. როდესაც ამას კადრულობს კონკრეტული ქვეყნის პარლამენტის წევრი, ხო, უცხო ქვეყნის წარმომადგენელი პოლიტიკოსი, რომ უხეშად ჩაერიოს ამ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, ამით ხო ის ამტკიცებს იმას,
რასაც ჩვენ ვამტკიცებდით ამდენი ხნის განმავლობაში. ეს არის მათი დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა არ ვაპირებთ, რომ ლოიალური დამოკიდებულება გამოვავლინოთ ასეთი ინციდენტების მიმართ, რაც უკავშირდება საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ უხეში დამოკიდებულების გამოვლენებას. რამდენჯერ? მე არაფერი არ ვიცი. მე საერთოდ არ ვიცი, რასთან დაკავშირებით მოდის ბატონი ობრაიანი, ანუ არავითარი კომუნიკაცია შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით არ ყოფილა. მე მაქვს მოლოდინი, რომ ბატონი ობრაიანი ჩამოვა ძირითადად სამი თემით. ეს არის ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ეს არის პირდაპირი ფრენები. მე ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს. დიდი მადლობა.